კახეთში გადავინაცვლოთ, სადაც დღემდე ყვებიან ლეგენდებს ადამიანზე, რომელიც ერთ ჯერზე 25 ლიტრ ღვინოს სვამდა. გადმოცემის თანახმად გულბაათ ჭავჭავაძეს მას 3 ლიტრიანი თიხის დოქით იწყებდა და არასდროს ყოფილა შემთხვევას უფრო ვინმეზე ადრე დაეტოვებინოს. იმ ერთადერთ შემთხვევაზე კი, როდესაც ცნობილი თამადა ჭინჭილამ დაათრო, ლადო ასათიანი წერს. უახლოეს მომავალში კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობა გულბაათ ჭავჭავაძის სახელობის ღვინოსაც ჩამოასხამს. ლევან ჭავახიშვილი მოგიყვებათ, რა სითხოვნი ისტორია. გულბაათ ჭავჭავაძე, ქართველი თავადი, რომელიც წინანდელში მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით ის ქეიფის დროს 25 ლიტრ ღვინოს სვამდა. იგის მას თურმე 3 litrიანი თიხის დოქით იწყებდა, რასაც მოთელვას ეძახდა. წინანდელში ამბობენ, რომ ჭავჭავაძის დამთრობი მეინახე სუფრაზე არავის უნახავს. თუმცა ლადო ასათიანის ლექსის მიხედვით გულბაათ ჭავჭავაძე ერთმა ჭინჭილამ წააქცია. ამ ამბავს მისი ერთ-ერთი შთამომავალი პოეტის მუზის ნაყოფად აფასებს. ლადო ასათიანმა გულბაათ ჭავჭავაძე თავისებურად გამოძერწა და ის ფაქტი, რომ გულბაათი ჭინჭილამ წააქცია, არც ჭინჭილა არის კახური სასმისი და არც გულბაათი უნახავს ვინმეს წაქცეული, ეს უბრალოდ პოეტის მუზის ნაყოფია და რაც თავისთავად ლექს ძალიან მოუხდა. გულბაათის კუთვნილი სასმისი კულა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დღემდე ინახება. გულბაათ ჭავჭავაძეზე 1886 წელს რუსულ ყოველკვირეულ ჟურნალ ნივაში სტატიაც გამოქვეყნდა. იმპერატორის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი რუსი ჩინოვნიკი ბოროზდინი ქართველი თავადით აღფრთოვანებული იყო. ის დაწვრილებით აღწერს გულბაათის შინაგან ბუნებას. სუფრაზე ბოროზდინი ოდნავ მოსვამს ღვინოს. გულბაათი ამას ძალიან გაბრაზდება და ეტყვის, რუსო ესე მიმართავდა, იცით, ბოროზდინი წერს, რომ სახელსაც არ მეძახთაო, რუსოს მეძახთაო. რუსო, ჩემთანო სახლში ესე ღვინოს არ სვამენო. იმის ჩაისავით ხლიპავ ადექი და დაცალეო და შეგუა ბოროზდინიძე რა ამდენი მიჭიქა და შემდეგ გავიდნენ ტერასაზე და გულბაათმა ესე პოეტურად უთხრა, იცით, რომ ეს მთებია მოწამე ჩემი სევდის და ჩემი სიხარულისო. გულბაათ ჭავჭავაძეს კახეთში გლეხობაც პატივს სცემდა და მას როგორც სამართლიან კაცს ისე მოიხსენიებდნენ. მემორიალური ჩანაწერების მიხედვით გლეხებს თავადის მიერ ღვინის დიდი რაოდენობით დალევა აკვირვებდა კიდეც. კნიას ამდენ ღვინოს რომ როგორ გაინელებ? შენ დალოცვილო შენა, ჩემი გაკვირვებია. ჩვენებურ თავანკარა ღვინოს. მე კი არა, სნეულიც კი შვენივრად ინელებს. თუმცა თავად გულბაათი კომუნისტებმა ვერ მოინელეს. მას სახლიც დაუნგრიეს და საფლავშიც არ მოასვენეს. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარებამ ქართულ თავადაზნაურებს პრობლემები შეუქმნა, მათ შორის ჭავჭავაძეებსაც. ბოლშევიკების ბრძანებით ყველაფერი მიწასთან დაძროხდა. ეს არის წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. გადმოცემის მიხედვით სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო. თუმცა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კომუნისტურმა რეჟიმმა აქ ყველაფერი გაანადგურა და მოასწორა. ჩემს უკან ჩანს შენობა, რომელიც ასევე გადმოცემის თანახმად აგებული არის სწორედ საფლავის ქვებით. აქ განთავსებული იყო ბოლშევიკების ეგრეთ წოდებული კანტორა. ფილიპე მახარაძისა და ბუდიონის ბრძანებით კომუნისტმა აქტივისტებმა გულბაათ ჭავჭავაძის ოჯახის სასაფლაო მთლიანად გაანადგურეს. საფლავის ქვები კი თელავში გაყიდეს. წინანდლელები დღემდე ამ ქვების წინანდალში დაბრუნებისთვის იბრძვიან.
ეს სწორედ ის საფლავის ქვაა, რომელიც ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოდან 1928 წელს კომუნისტებმა გაყიდეს და დღემდე თელავში დგას. წინანდრელები სწორედ ამ ძეგლის უკან დაბრუნებას მოითხოვენ. ჩვენი სურვილია, რომ სამართლიანობა აღსრულდეს და ეს საფლავის ძეგლები დაბრუნდეს წინანდლის საგვარეულო სასაფლაოზე, სადაც ჩვენ ვაპირებთ მემორიალის მოწყობას. საფლავის ქვების დაბრუნების გარდა დიდი თავადის შთამომავლებს გულბაათ ჭავჭავაძის სახელობის ღვინის ჩამოსხმაც სურთ. ევროპაში არის რომ აი 16 ლიტრა ღვინო აქვს ერთ გვარდიელს, ესპანელ გვარდიელს დალეული ფრანგ მუსიკოს 19 ლიტრი ღვინო. ეს რაღაც ეპიზოდებია ესეთი და მათი სახელობის ღვინოები არსებობს. და სამწუხაროდ ყველაზე ცნობილი და მსმელი თამადა გულბაათ ჭავჭავაძის სახელზე არც ერთი ქართულ სამარკო ღვინოს გულბაათის სახელი არ ქვია. გულბაათ ჭავჭავაძის სახელობის სამარკო ღვინის ჩამოსხმა მხოლოდ დროის ამბავია. ის ტრადიცია, რომელიც არის ევროპაში დამკვიდრებული, აი საქართველოშიც უკვე იკიდებს ფეხს და ვფიქრობ, რომ ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა, როგორც გულბაათ ჭავჭავაძე, გადაწყდა, რომ ჩვენმა კომპანიამ ჩამოასხას მის სახელობითი ღვინო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ არის ამ ადამიანთან დაკავშირებული, როგორც ქართულ ტრადიციასთან, ასევე მის, ასე ვთქვათ, დასამახსოვრებელი ადამიანი არის ქართველი ერისთვის. ყველაზე მაგარი მსმელი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. გულბაათ ჭავჭავაძე, ადამიანი, რომელიც კახეთში დღემდე ახსოვთ, თავადი, რომელიც ისტორიაში ცოცხლობს. მადლობა, ახლა